სამინისტროში დაიწყო რეორგანიზაცია და სამსახურიდან უშვებენ ადამიანებს, რომლებმაც ღიად დააფიქსირეს საკუთარი პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი, როგორც აღნიშნეს, შეფუთა თავდაცვის სამინისტროდან და ისინი ამბობენ, რომ უწყებაში არის რეორგანიზაცია, თუმცა სწორედ ის ადამიანები ტოვებენ სამსახურს, რომლებმაც მოაწერეს ხელი პეტიციას. სხვათა შორის უნდა აღინიშნოს ასევე ისიც, რომ ახალი კანონი მიიღო ქართულმა ოცნებამ, რომლის მიხედვითაც, რა თქმა უნდა, გათავისუფლებულ თანამშრომლებს, ყოფილ საჯარო მოხელეებს აქვთ იმით შესაძლებლობა, რომ გააპროტესტონ, წავიდნენ სასამართლოში და იდაონ, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მათი სიმართლე და ის, რომ არასწორად გამოუშვეს ისინი სამსახურებიდან, საჯარო სამსახურებიდან, მათ არ აღადგენენ, მხოლოდ გადაუხდიან 3 თვის კომპენსაციას. პირველად საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამინისტროდან ესე იგი რეპრესიები ხდება იმ თანამშრომლებთან, რომლებიც იმ პეტიციის ტექსტი რომ ნახოთ, არაფერი განსაკუთრებული ლაპარაკია იმაზე, რომ ისინი რჩებიან საქართველოს კონსტიტუციის 78 მუხლის მომხრე, ხო? ანუ კონსტიტუციის მუხლის დაცვისთვის ათავისუფლებენ თანამშრომლებს. ჩვენ ახლა არაფერი არ დაგვრჩენია გარდა იმისა, რომ ერთი მხრივ შევქონათ საზოგადოებრივი წნეხი თქვენ მედიამ, ჩვენ ანალიტიკოსებმა, იმ ხალხმა, ვისაც თავდაცვასთან ოდესღაც შეხება გქონია და რაც თავარია. დღეს ამ ადამიანების გადარჩენა შეუძლიათ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. ითხოვთ უსაფრთხოების სფეროში ამერიკული და ევროპული დახმარების შეჩერება სამინისტროსთვის. ჩვენ გვესმის, რომ ეს მნიშვნელოვანი ამ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ ამჟამად ამუშავოთ პირობითობის მექანიზმი და მკაფიო სიგნალი გაუგზავნოთ თავდაცვის მინისტრს. თავდაცვის სამინისტრო არ არის ერთადერთი უწყება, თითქმის ყველა საჯარო სამსახურიდან ათავისუფლებენ ადამიანებს, რომლებიც არიან პეტიციაზე ხელმომწერები, იმ ადამიანებს, რომლებიც თითქმის ყოველდღიურად 28 ნოემბრიდან დღემდე ქუჩაში გამოდიან, აპროტესტებენ ქართული ოცნების გადაწყვეტილებას და ითხოვენ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. ეს ადამიანები აპირებენ სამართლებრივი დავის დაწყებას და იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ დონეზე სამართალს ვერ იპოვიან, ამბობენ, რომ საქმეს წაიღებენ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოებში. მადლობა, ეს იყო ანა მდივანი.